ჩემი ხმა კარგად ისმის, ნუ მიკროფონი გამოვიყენო. კარგად ისმის. ერთი announcement-ი მინდა გავაკეთო. ჩემი პრეზენტაცია არის AI-ის აწყობილი პრეზენტაცია. ნახოთ როგორი იქნება. ვიდეოებიც მაქვს. ნახოთ ვიდეოები როგორ წავა. პირველი გაგეცნობით, ხო? მე ვინ ვარ, რას ვაკეთებ, რა მინდა რომ გელაპარაკებით ამ ცხოვრებაში. ესე იგი, ჩემი მთავარი ამ ჰობი არის მარათონში ვიღებ ხოლმე მონაწილეობას ძალიან ხშირად. დავრბივარ რა, ვემზადები და 21 კილომეტრს დარბიხარ და მე 42-ს დარბიხარ და ჩემი რაღაცა passion არის რა. ადრე ვიყავი კალათბურთელი. ეხა სირბილზე გადავედი. ჩემი განათლება დაიწყო ინგლისში. მოვხვდი ნოტინგემ ტრენდის უნივერსიტეტში ჯერ და მე გავაგზავნე ოქსფორდში. და მივხვდი რომ განათლება რომელიც მე მაქვს, ჩემი არ არის და უნდა გავაზიარო. უნდა გავაზიარო ყველასთან, სადაც შემიძლია რომ გავაზიარო. და ესეთ ივენთებზე უნივერსიტეტი მეძახის ხოლმე. პოზიციურად, სადაც ახლა მე ვმუშაობ, არის English Book. English Book არის კომპანია, რომელიც განათლებაში მოღვაწეობს. დაახლოებით 20 ქვეყანაში ვართ. ჩვენი ყველაზე დიდი მომხმარებელი სკოლის გაერთიანება არის ესეთი 60,000 ბავშვი ყავს და ყველაზე პატარა მომხმარებელს 200. უამრავ ადამიანს ვეხებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორად შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში არის ხელოვნური ინტელექტი. რადგან დღეს ვსაუბრობთ, ხო? და აბა ნახოთ როგორი იქნება, ნახოთ როგორ მოგეწონებათ და კარგი იქნება რომ დავაჩელენჯოთ კიდევაც რაღაცეები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს გადავაწყდი მე თვითონაც და ძალიან კარგი იქნება რომ ეს ყველაფერი ერთად ვიმსჯელოთ. პირველი ამბავი. აქ არ ვარ, იმიტომ რომ გითხრათ რომ live experience-ები არ ვარგა. მაგრამ აქ იმისთვისაც არ ვარ რომ გითხრათ რომ მაინც და მაინც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა. თქვენ ხართ ის თაობა, ბოლო თაობა, რომელმაც იცის რას ნიშნავს ცხოვრება ხელოვნური ინტელექტის გარეშე. პირველ კლასელი წელს რო სკოლაში შევა, მან აღარ იცის რას ნიშნავს ცხოვრება ხელოვნური ინტელექტის გარეშე. წარმოიდგინეთ თქვენ რა უნივერსიტეტს დაამთავრებთ, ხელოვნური ინტელექტი სად იქნება? რასაც ვეხებით, რასაც არ ვეხებით. როგორ tasks ხელოვნური ინტელექტს არ ვაძლევ. ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტს უთხრა რომ მომეცი რაღაც საოცარი ვიზუალი უამრავი ხალხით, რომელიც არის happy სურათი რა და მომცა კონცერტი იმისი Oasis-ის ხო ვიცი ბენდი რომელიც არის საოცარი და ჩამისვა ეს ტექსტი. ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ სამყაროში არის მედია. რატო? ანაცვლებს კიდე? მედია ამბობს, რომ ესო რას გვიკეთებთო, ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციას ვპარავსო. საოცარი რამ ხდება სამყაროში. წარმოიდგინე, შენ რო ინფორმაციას ქმნი, ან ინფორმაცია გინდა რომ მოიძიო, შეიძლება Google-ს აღარ ეკითხები, Gemini-ს ეკითხები, ან ChatGPT-ს ეკითხები, ან GPT-4-ს ეკითხები. რომელიც შენ გაძლევს იმ ინფორმაციას, რაც მას გონია რომ შენთვის არის საჭირო. რამხელა თემა არის, ხო? ეხლა რა ვთქვი? შენ ხელოვნური ინტელექტი გაძლევს იმ ინფორმაციას, რაც მას გონია რომ შენ დაგაინტერესებს. ანუ გიცulis ინფორმაციას, გარგებს ინფორმაციას. ძალიან საინტერესო რამეა. ამდენად კარგია არ ვიცი. Who knows? I have no idea. შემდეგი რამ რაც აუცილებელია რომ ვიცოდეთ, რომ ის პირველი ხელოვნური ინტელექტი სად იყო, რა ვკითხულობთ ხოლმე, რა ერთ-ერთი პირველიო. ან საიდან წარმოიშვა ხელოვნური ინტელექტი, რომ ვიძახით. ესე ხო არ ჩამოფრინდა ციდან. ეს არის პირველი ხელოვნური ინტელექტის ამბავი, რომ უხმო გახმოვანება შეიცვალა ხმიანი გახმოვანებით. 1927 წელს
პირველი ხელოვნური ინტელექტი თუ შეგიძლია რომ დაარქვა. კონცერტი გაახმოვანეს. აი ეს ჯაზ კონცერტი იყო, რომელმაც ხმა გადასცა. და გადასცა დატას გამოყენებით. პირველი საწყისი დატას გამოყენებით. საოცარი რამ არის, ხო? მე როგორ შეიცვალა, სად ვართ ეხა მოსულები. ნახე, კიდე რა საინტერესო რა არის? რა არის ესეთი შეკითხვა ისმევა ხოლმე, რომ აი რეალურად რა არის ხელოვნური ინტელექტიო, რო ვკითხულობთ რა, აი მოდი ვიფიქროთ ხელოვნური ინტელექტი რას მაძლევს, რაში მეხმარება, რა უნდა ხელოვნური ინტელექტს. და ესეთი რამე არის სამ კომპონენტად იყოფა. ერთი არის machine learning-ს რო ეძახიან LLM-ს. ეს language learning management სისტემები რო არის, რაც სწავლობს. სწავლობს შენ რასაც ეკითხები. სწავლობს სოფლიო რასაც ეკითხება. ეხლა რო იძახიან რომ ხელოვნური ინტელექტი არ სწავლობს ან კრეატიულობა არ აქვს, ეს იმ ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს კრეატიულობა, რომელსაც ელაპარაკები. Gemini-ს აქვს ესეთი ფუნქცია. ძალიან საოცარი არის. შოქში ვარ, განახებთ კიდევაც მაგ ფუნქციას. თვითონ ქმნის კრეატიულ კონტენტს. იმპროვიზაციას აკეთებს. წარმოგიდგენია სად არის ხელოვნური ინტელექტი, რა შეუძლია რომ გააკეთოს. ამერიკაში არის ესეთი dating app-ი, Bumble. გაგვიგია ეგ dating app-ი. და რას აკეთებს, ხო იცით? შენი ხელოვნური ინტელექტი დეიძე მიდის სხვის ხელოვნურ ინტელექტთან და გმეჩავს, რომ ეს კაი მეჩი არის თუ დრო არ უნდა დაკარგო. საოცარი რამ არის. რა თქმა უნდა ავტომატიზაცია და რა თქმა უნდა დატა. დატა არის ყველაზე დიდი რამ, რაც კი ხდება მსოფლიოში. ხელოვნურ ინტელექტს უთხარი, რომ მომეცი მაკდონალდი დალის სამყაროში, ან როგორი იქნებოდა მაკდონალდი დალის სამყაროში რო არსებობდეს. და მე კიდე უთხარ ბიჭო, არა ეს არ მომწონს თქო რა, აპონტი ეს არ არის დალის სამყარო, უფრო სხვა რამეს გავს. დამიხვეწე დალის სამყარო თქო რა, კიდე ერთი თასკი მივეცი. რო საინტერესო რამე არის, ხო? ხელოვნურ ინტელექტს თხოვე, რომ ეს უფრო მეტად არის თქო და იმან მიიღო, რომ მე რო ეს მომეწონა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესეთი უნდა შექმნას შემდეგი. მაკდონალდი დალის სამყაროში. როდესაც ჩვენ მე ვსაუბრობთ ბიზნესში განვითარებაზე და ვსაუბრობთ როგორი შეიძლება იყოს ბიზნესი AI სამყაროში, ჩვენ ვსაუბრობთ failure rate-ზე. ანუ რამდენად შემილია, რომ ჩემი failingის რისკი შევამცირო ხელოვნური ინტელექტით. ან როგორ შემილია, რომ ჩემი ინოვაცია failure free იყოს რა, ანუ არ გაფეილდეს იდეა. ძალიან დიდი ბაზა არის სხვათა შორის გაგვიგია ალბათ ინოვაციები, სტარტაპები რო ფინანსდება. სტარტაპმა რო გაამართლოს, არის 1%. მსოფლიოში დღეს. სტარტაპ იდეამ რო გაამართლოს, არის 1%. მეტი არ არის. აიღეს ხელოვნური ინტელექტი და დამერჯეს სტარტაპ იდეების შექმნაში. და აღმოჩნდა, რომ 1%-ის მაგივრად 10% ამართლებს უკვე. და მე AI-ს ასწავლეს ის ფეილინგი, რაც იმ დანარჩენს ქონდა და კიდე იწევს ზევით. ანუ ხელოვნური ინტელექტით შენ შეგიძლია, რომ შენ ისეთი ბიზნესი შექმნა, რომელიც უეჭველი გაამართლებს. წარმოგიდგენ, ამ ხელს super power-ი არის. ყველას ხელში. ყველა ადამიანის ხელში არის ეს super power-ი. Super power-ი ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია იყო ბიზნეს ოუნერი, ისეთი ბიზნესის, რომელიც დაგიმუშავა ხელოვნურმა ინტელექტმა, გაფილტრა ყველანაირი failing ასპექტი და მოგცა უკან. საოცარი რამ არის. წარმოდგენაც რთულია ხოლმე ხანდახან, აი რო წარმოიდგენ, მე რო უთხარი მაკდონალდი მომეცი დალის სამყაროში, მეც კი მოვიდოდი აზე, როგორც მომცემდა.
ან რო ვეთყოდი რომ არა ეს არ მომწონს და ახალი მომეცი, აი საიდან მოაქვს ეს ინფორმაცია, საიდანაც ხომ მოაქვს? თქვენც რო დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება რომ ინოვაცია ფეილინგიდან გადაიყვანო წარმატებაში, ერთადერთი გზა არის data. Big data-ს რო ამუშავებენ ხოლმე. Big data, ან დიდი data რაც არის, რო ადგე და შენ როგორც ადამიანმა დაამუშავო, არ არსებობს ეგეთი რაღაც. ჭირდება რაღაცა თული, სადაც მიაწვდი, დაგიმუშავებს და მოგცემს solutions. ეგ არის ძირითადი ასპექტი ამ ყველაფრის. ეგ არის ცენტრალური ასპექტი ამ ყველაფრის. თქვენ ხართ ის თაობა, ვისაც ეს ყველაფერი ხელის გულზე აქვს. აი ამას არ უნდა ვამბობდე. უნივერსიტეტი არ გჭირდებათ. გულწრფელად, აი რო დაფიქრდე. ერთადერთი უნივერსიტეტი რაშიც გჭირდება, არის რომ ესეთი თულები მოგცეს. რომ შენ რო უნივერსიტეტს დაამთავრებ, კომპეტიტივ ტიპი იქნები რა. საქართველოში ქართველებს არ ეჯიბრები, უცხოელებს ეჯიბრები. ეჯიბრები იმათ, ვისთანაც იკვეთება შენი იდეები. სოფლიოს ეჯიბრები. ჩემ დროს მე დავამთავრე 55 არც მახსოვს როდის. მე ჩემ დროს 55 წელს ეჯიბრებოდი. ძალიან საოცარი რამ არის რა, ძალიან კარგი რამ შეიძლება რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მოგცეს და რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ და მეტად დავნერგავთ და დავმერჯავთ რაღაცებში, მით უფრო უკეთესი. რატო არის კარგიო ბიზნესს რო შეეკითხები რა, აი McDonald's რო შეეკითხები, McDonald's ერთი კემპეინი, რატო გამოვიყენე McDonald's-ი რომ McDonald's ერთი სრული კემპეინი ერთ-ერთ ქვეყანაში სრულად იყო აწყობილი ხელოვნური ინტელექტით რა, თავისი ვიდეო, თავისი კემპეინ მესიჯი, ყველაფერი აუწყო ხელოვნურმა ინტელექტმა და მაგიტო გამოვიყენე McDonald's-ი რომ იცოდა McDonald's-ზე რაღაცეები. რატო იყენებენ ამ ყველაფერს? Efficiency, cost reduction-ი ყველაფერს აგდებს, აღარ იყენებ არავის. ხელოვნური ინტელექტი გიკეთებს ყველაფერს. უკეთ არგებს მომხმარებელს ზუსტად ელაპარაკება. ანუ შენ როგორი ტიპიც ხარ, შენ გელაპარაკება. შენი სიტყვებით. შენი decision-ები გაქვს, შენი option-ებს გაძლევს. ყველაფერს გარგებს, ფსიქოლოგიურად გარგებს. ზუსტად იცის რას ხმარობ, სად ნახულობ, რას ნახულობ, როდის შედიხარ ონლაინ, როდის ხარ აქტიური, როდის ხარ არააქტიური, როდის ხარ. მთლიანი data აქვს შენზე. პერსონიფიკაცია ხდება ყველაფრის. ეგ არის თავარი ბიზნეს ამბავი, რასაც ბიზნესები აკეთებენ ხოლმე. მაგრამ შემოდის მედია. და მედია იძახის, რომ ეს რას გვიკეთებო? მედია იძახის, რომ შენს გამო, ხელოვნური ინტელექტის გამო, მე კონტენტს ვეღარ ვქმნი ისე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არ წამართვას ესეთ რაღაცას იძახიან. და იძახიან ესეთ რაღაცას, რომ ბიზნეს უნდა SORA-ს ეძახიან, SORA არის ვიზუალიზაციის content creation-ი. ხო? ზუსტად, ყოჩახ, თქვენი სახელი? ლიზი, ძალიან სწორი ხარ? და მედია იძახის, აბა ჩემი როლი რაღა არისო? მე რას ვაკეთებო? და ძალიან დიდი ამბავი. ეს იყო საოცარი ამბავი. New York Times-მა უჩივლა OpenAI-ს და Microsoft-ს data მოგპარაო. ხელოვნურმა ინტელექტმა გატეხა სერვერი თუ რა ჯადო და data წაიღო ჩვენგანო ამერიკაში. ინფორმაცია რაც ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანს მიაწოდა რაღაცაზე, რომელიც კუთვნილებაში copyright-ში ჰქონდა New York Times, ხელოვნურმა ინტელექტმა აიღო თავისად აქცია და მიაწოდა და OpenAI სემ ალტმანი ამბობს, რომ ერთი წამით. ეგრე არ ხდებაო ეს ცხოვრებაო. შეიძლებაო ინფორმაცია წაიღოსო შენგანო, მაგრამ თავისი სიტყვებით ამბობსო. ვიდეოც მაქვს სხვათა შორის მაგას რო იძახის და მოდი ხავ ნახოთ თუ გამომივა ამის ჩართვა, რომ ძალიან საინტერესო ამბავი არის ეგ. აი ეს არის, ეს არის, აი. სემ ალტმანი ხო ვიცით ვინ არის? ვინ არის? ChatGPT არა კიდე? OpenAI.
ChatGPT და OpenAI რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? არა. რითი განსხვავდება? Microsoft-ი და OpenAI არის. Microsoft-ი არის ChatGPT, GPT 1, 2, 3, 4 და ChatGPT და OpenAI არის, რადგან ChatGPT-ის ბოლო ვერსია დგას. ანუ მომხმარებელი არის OpenAI-ის. თავი განმასხვავებელი და ეხლა ნახოთ თუ ხმასაც გავიგებთ, იმედია ხმა იქნება. თუ ხმა არ იქნება, მე კიდე განახებთ, როცა გავასწორებ. აბა ნახოთ. არ არის ხმა. Learning from what they მოიცადე? მე მგონი, აქ უნდა გადავიდე. Ismis? Yes, I know English. You don't speak Georgian? Cut my legs off and call me Shorty. You don't speak Georgian? I'm so sorry, man. I have been speaking in Georgian, so someone should have told us. But that's okay. I'll move to English. Yeah? Come help me. This way? I don't know. He knows. He doesn't speak Georgian, but he understands. How come? Yeah? This is me. No, how is this one called? Samsung. You know, these models are learning from what they train on, but they're not memorizing it. And also, we think it's very important as like a principle of intellectual property that we shouldn't regurgitate content to the greatest degree we can. It'll be hard to be perfect at this because there could be like a Wall Street Journal article that's replicated somewhere else on the internet and not cited as a Wall Street Journal article. And again, even though these models are trying to learn, they can inadvertently memorize pieces in some cases. So what we want to do is build technology to make sure that when these models are giving you output, they're not infringing on intellectual property rights, and also that we find ways to compensate IP holders with new revenue streams. We've started doing licensing deals with a lot of news organizations, for example, or a lot of scientific publishers, and I think everyone's excited about the new revenue stream this can present. Thank you. ნახე რას გეუბნება რომ sorry. What the guy is telling us, right? So he is telling us that you understand Georgian? Yeah, well done. Okay. ეხლა რას გეუბნება ტიპი რა? ესეც რამეს გეუბნება რომ შენგან ინფორმაცია რომ მოაქო. კი, შენი ინფორმაცია არისო ეგო, მარაო ამუშავებს და თავისი სიტყვებით გადმოსცემს. ანუ მე რო წავიკითხო რაღაც ინფორმაცია Wall Street-ზე და გამოვიდე მე გარეთ და ვილაპარაკო ჩემი სიტყვებით, რაც წავიკითხე. ის ხო ჩემი არის. ზუსტად იგივე საკეთებს ხელოვნური ინტელექტი, სწავლობსო. კი არ იპარასო, სწავლობს. და ძალიან დიდი დავა არის. დავა დაიწყო 2023-ში. მიმდინარეობს კიდევ. არ ვიცით რა შედეგი ექნება, შედეგი რო ექნება გაგაცნობთ. მე ძალიან მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს OpenAI, Microsoft-ი თუ New York Times. New York Times პატარა ორგანიზაცია თან არ არის. შემდეგი ამბავი არის უკვე მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი და მარკეტინგს რო ვეხებით. რაც McDonald's-ზე განახეთ, ყველაფერი მარკეტინგი არის. ჩემი მთლიანი პრეზენტაცია ხელოვნურმა ინტელექტმა აწყო, რაღაც სურათები ჩასვი არ მაინტერესებს. Who cares? და prompt-ები მივეცი, რომ აი ამაზე ილაპარაკე, მარკეტინგზე ილაპარაკე, ბიზნესის general თემებზე ილაპარაკე. Okay, New York Times-ი მე ჩავსვი. то ძალიან საინტერესო ამბავი არის. რაღაც საინტერესო რაღაცებზე ილაპარაკე, რომ ხალხს მოეწონოს. და აუდიტორია არიან თინეიჯერი, თანამედროვე თინეიჯერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ. და მოარგო ამ ყველაფერს. მარკეტოლოგები იძახიან ესეთ რამეს, რომ თუ ჩვენო ხელოვნურ ინტელექტს არ ვიყენებთო, ვიღუპებითო. ანუ მომაკვდავი პროფესია ხდებაო. გამხელა ამბავი არის, ხო? წარმოიდგინეთ, თუ დიზაინერი არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, დიზაინერის პოზიცია არის მომაკვდავი.
თუ data analyst-ი მარკეტინგში არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, data analyst-ის პოზიცია მარკეტინგში არის მომოკვდავი. თუ content creator-ი, რომელიც content-ს წერს, არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მისი პროფესია არის მომოკვდავი. საინტერესო ცნებაა. ძალიან საინტერესო ცნებაა. ეხლა ნახე რას ნიშნავს ეს უკვე რეალურ სამყაროში. ჩვენ ხო ვიცით კეჩუბი. ჰაინცის კეჩუბი ხო გაგვიგია, ვის არ გაუგია, ხო? ხელი რა ვიწევთ, ვის გაუგია, ვის გაუსინჯავს ჰაინცის კეჩუბი. Nice. ეხლა ნახე რას იძახის ხელოვნური ინტელექტი და ჰეინცმა რა გააკეთა. ხელოვნურმა ინტელექტმაც კი იცის, რომ ჰეინცი კეჩუბი არიან. მათი კემპეინი არის საფრანგეთში. საინტერესო რამე არის, წარმოიდგინე ხელოვნურ ინტელექტს უკვეთავ, კემპეინი ამიწყე, კეჩუბის კომპანია ხარ და მათაც იციან, რომ ჩვენ კეჩუბი ვართო. ეხლა ნახე მეორე ამბავი. Coca-Cola ამერიკაში ერთ-ერთი კემპეინის დროს. სრულიად AI არის. ნოლი რეალობა. წარმოგიდგენია შენ რამდენი შესაძლებლობა გაქვს, როდესაც შენს ხელში AI არის, ანუ შენი super power-ი შეიძლება რომ იყოს AI. ფულს აღარ იხდი ამის აწყობაში და ხელოვნურ ინტელექტს ეუბნები, რომ ამიწყე კამპანია, რომელიც მე გამისწორდება და ჩემს მომხმარებელს მოეწონება. და გიკეთებს. საოცარი რამ არის. საოცარი რამ არის, როდესაც შეგიძლია რომ კარგად გამოიყენო. რა თქმა უნდა, არსებობს fake ამბებიც. რა თქმა უნდა, არსებობს fake ამბებიც, ხო? ვიცით რომ არსებობს. და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. აქ შემოდის ეთიკურობა, აქ შემოდის responsibility, რომ შენი AI არ გამოიყენო ცუდი მიზნებისთვის. და ამაზე დიდი მსჯელობა არის. ვის ჯერა რომ ეხა ეს ცურავს ისეთ მდინარეში, სადაც ნიანგები არიან და არ ჭამენ. მარკეტინგი და AI ძალიან დამეგობრდა. არა მარტო დამეგობრდა, იძახიან, რომ ჩვენ განუყოფელი ნაწილები ვართ ერთმანეთისო. ბიზნესში. ეხლა ნახოთ სხვა რას იძახის. ხო, ეს და სხვათა შორის უნდა მენახებინა. ეს არის Nike-მა შეაქმნევინა AI-ის თავიანთი ვიზუალი. AI-მ გამოიყენა Serena Williams-ი ვიზუალად, არ ვიცით რატო, არ ვიცი, მე გარწა მეკითხავს, მაგრამ Serena Williams-ის ჩასვა AI-მ თვითონ სურათა. ძალიან საინტერესო არის, რამდენი რაღაც ინოვაციას ქმნის. შემდეგი არის გაყიდვები, ხო? ანუ ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, როგორც მარკეტინგი, ისე გაყიდვები არის, რომ გაყიდვებში ყავდეს ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პროდუქტი გაყიდოს. როგორ უნდა გაყიდოს ადამიანმა პროდუქტი, რომელიც არ იცნობს მომხმარებელს? ვერ გაყიდის. მომხმარებელი ჭირდება რომ გაყიდოს. დატა ჭირდება მომხმარებელზე რომ იცოდეს ვინ არის. ლიზი ვიცოდე როგორი ტიპია. რას მოიხმარს, რა მოწონს,
რა არ ევასება, როდის ევასება, როდის აქვს ის თავში ის ფიქრი რომ რამე იყიდოს. ეს დატა მე თუ ლიზიზე არ მაქვს, წესიერ ვერ გავყიდი, უარს მეტყვის რომ მივყიდო რაღაცა. წარმოიდგინე, რომ ვიცი ყველაფერი რა ევასება, რა არ ევასება, როდის ევასება, ფული როდის აქვს და ზუსტად მაშინ ვარდები. და მაშინ უნდა რომ იყიდოს. ახალი წელი მოდის. ყველაზე აქტუალური AI ახალ წელს იქნება. ყველაზე აქტუალური. ყველა მაგ დროს ფიქრობს ყიდვას. ერთადერთი რაც შეგიძლია რომ გააკეთო, AI გამოიყენო სწორი მიზნებისთვის, დამერჯო შენი პროდუქტი და შენი მომხმარებლის გონება ერთმანეთში და მიაწოდო. ძალიან საინტერესო რამეა. გაყიდვების ზუსტად ესე მუშაობს. შემდეგი ძალიან დიდი ამბავი სოფლიოში არის ოპერაციები. საოპერაციო მიმართულება ბიზნესში. ესეთი ხელოვნური ინტელექტი არსებობს, არ ვიცი თუ იცით, Store-E-ს ეძახიან რა, საოპერაციო ხელოვნური ინტელექტი არის. მოდი ახლა ნახოთ ვინ არის ეს საოპერაციო ხელოვნური ინტელექტი. ყველაფერს უგეგმავს რა, ასისტენტი ყავს ხელოვნური ინტელექტი. საოცარია. ადამიანები აღარ გჭირდება ლიზი. მესიჯები გაუგზავნა, ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ხმა ჩაწერა. პერსონალიზირებული მესიჯი ჩაწერა, მაგისი ხმით და სახით. მოარგო მესიჯი, პრობლემა აღმოაჩინა, უკან ნახა რა უნდა გააკეთოს და გააგზავნა. წარმოიდგინე, როცა ადამიანები ხართ მარტო რა, ესეთ ადგილას. და როდესაც შენ ელაპარაკები, სიტყვაზე ვამბობ, შენს story manager-ებს რა, ბევრი story გაქვს, 30 story-ზე მეტია, 30-ს ხომ ელაპარაკო, რამდენი ხანი დაგჭირდება, რომ პრობლემა აღმოაჩინო. Solution-ი შეიმუშაო. ჩაწერო. გააგზავნო, მიყვე და უკან მოითხოვო, რომ ნახა თუ არა. საოცარი რამ არის. ეს ყველაფერი ახალი აღარ არის უკვე მსოფლიოში. ეს ყველაფერი არის დანერგილი ამბავი. ანუ ნერგავენ, ძალიან ბევრი ნერგავს. ნერგავენ ნიშნავს იმას, რომ მათი ჩართულობა ხელოვნურ ინტელექტთან გახდა ყოველდღიური, ან დაიმერჯა ბიზნესი ხელოვნურ ინტელექტთან. დაიმერჯა ბიზნესი ხელოვნურ ინტელექტთან ნიშნავს იმას, რომ შენ თუ ხელოვნურ ინტელექტს დღეს არ იყენებ რაღაცაში, ჩამორჩები. მაგრად ჩამორჩები. ჩამორჩები, იმიტომ კი არა ცუდი ტიპი ხარ, უბრალოდ ტენდენციას ჩამორჩები. ტენდენციური გახდა ხელოვნური ინტელექტი, მხოლოდ იმიტომ, რომ გიადვილებს რაღაც საქმეებს. მასწავლებელი, რომელიც იძახის, რომ ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენო, ერთი წამით თქო, აი ესე აწიე ხელი. თუ შეიძლება, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენო ისე, რომ მე გამაძლიეროს თქო.
ჩემ დროს ხელოვნური ინტელექტი ესეთი მაგარი არ იყო რა, მე რო უნივერსიტეტი დავამთავრე 2012 წელი იყო. ჩვენ დროს მაგ დროს იქმნებოდა ხელოვნური ინტელექტის ის თანამედროვე ფილოსოფია, რაც ეხლა გვაქვს. GPT-1-დან დაწყებული ზევით. და რაღაცა ფუნდამენტები ჩაყრილი იყო, რა თქმა უნდა. დღეს თქვენ რაც გაქვთ, ეგ რომ მე მქონოდა, ალბათ ყველაფერს მაგას დავაწერინებდი. და მე ჩემთან გადმოვწერდი ჩემი სიტყვებით და მაგარ ქულებს ავიღებდი. ესეით იმ ჩაატარა კვლევა, ესეით ხო ვიცით? ესეით იმ ჩაატარა ამერიკაში კვლევა. და გამოკითხვა იყო ესეთი, რომ არ ჩაგჭრიო, ანონიმური არისო, რამდენმა გამოიყენეთ ესეითი, როცა შეგეძლოთ, ესეითის წერის დროს, რამდენმა გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, როცა შეგეძლო რომ გამოგეყენებინაო. 100 ბავშვიდან 90-მა გამოიყენა. და წარმოგიდგენია ხელოვნური ინტელექტი სად არის, რომ ესეით პასუხს ცემს კითხვებზე, ან რამდენად ძლიერია. და ჩვენ რა ვიძახით ახლა რომ მაგალითად ხელოვნური ინტელექტი მაინც და მაინც არ გამოვიყენო, არა მარტო ჩამორჩები. შეიძლება რა ვიცი, უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ, ვინ იყო არ ვიცი. ძალიან სერიოზული ამბავია. ეხლა ნახე კიდე ერთი თავარი ამბავი, სადაც ჩვენ მივდივართ. ბიზნესში კიდე ერთი მცნება არის, ძალიან მაგარი, HR-ს ეძახიან. HR-ი ხო ვიცით, human resources რა, human capital-ი, ვისაც აინტერესებს ესეთი რაღაც, მაგათაც უფრო საინტერესო იქნება. თანამედროვე კომპანიებში ყველა HR სისტემას მართავს AI. HR სისტემა რას ნიშნავს? პერფორმანსი ჩემი თანამშრომლის. ვინ უნდა ავიყვანოს სამსახურში? რეზიუმეს გაანალიზება. პირველად Microsoft-ში ვნახე ესეთი რაღაც, რომ რეზიუმე რო ატვირთე, ადამიანი არ აანალიზებს, ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს, ამდენად კაი ტიპი ხარ. სერჩავს სოციალურ ქსელში და ანალიზ გიდებს. შენ უნდა აგიყვანოს Microsoft-მა სამსახურში თუ არ უნდა აგიყვანოს. შენ წარმოგიდგენია, რამხელა ამბავი არის ბიზნეს სამყაროში ეს? ადამიანი აღარ გიყვანს ინტერვიუზე რომ მიხვიდე ხელოვნური ინტელექტი წყვეტავს, მიხვიდე თუ არა ინტერვიუზე. და წარმოიდგინეთ ჩვენ რა ვიძახით, რომ არა ხელოვნური ინტელექტი არ გამოვიყენოთ. გამოქვაბული ხო იცით? გამოქვაბული ვიზუალურად ხო წარმოგიდგენიათ? აი მან თხარ, როდესაც ხელოვნური ინტელექტს არ იყენებ. გამოქვაბულში ხარ იმენა შესული და ვეღარ გამოდიხარ მაქედან. skills analysis, performance, როგორ შეიძლება რომ ეს უფრო მეტად დავხვეწო, ხო? აი Google-ის ანალიტიკა რა არის, რომ რაში მეხმარება ხელოვნური ინტელექტი, მეხმარება რომ cost-ი დავზოგო, მეხმარება რომ სწორი ადამიანები შევარჩიო პოზიციაზე, მეხმარება რომ სწორად განვითარდე, lifetime-ის სწორი მქონდეს თითოეული ადამიანის, მეხმარება რომ ეს ადამიანი აქ თუ არ ამართლებს, იქნება გაამართლოს, ანუ ბევრ რამეში მეხმარება. დროს მიზოგავ, სწრაფად მოქმედებ, არა მარტო სწრაფად მოქმედებ, სერიოზულად მოქმედებ. დატა მაქვს ადამიანზე, მიშა გურგენიძე, ამაში მაგარი არის თუ არ ვარგა. და სხვა უფრო კარგი ადამიანი ნოვიპოვო. თუ აქ რო არის, აქ თავის თავს ვერ აჩენს და მოდი სხვაგან გადავიყვან, რომ უფრო კაი ტიპი იყოს. ძალიან საინტერესო არის. ბიზნესი დღეს რომელიც ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებს, არის მომოკვდავი. ბიზნესი რომელიც არ ფიქრობს, როგორ შეიძლება რომ ხელოვნური ინტელექტი დამერჯოს თავის პროდუქტებში, არის მომოკვდავი. ძალიან რთულია. მაკდონალდი, კოკა-კოლა, ნაიკი რეკლამას აკეთებინებს ხელოვნურ ინტელექტს. დიდი გამოწვევა. ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესში. ეთიკა. ეთიკა არის ხელოვნურმა ინტელექტმა. არასწავლეს. არ იცის რა არის ეთიკური, არ იცის რა არის, რა ინფორმაცია შეიძლება რომ არ წამოიღოს. არა მარტო არ წამოიღოს, თქვას რომ ეს მისი ინფორმაციაა და არ მოვიპარავ.
Sam Altman-ს თუ დაუჯერებ, აი ამბობს ესეთ რამეს, როგორც გითხრა, რომ ინფორმაციას კი წამოიღებს, მაგრამ თავისი სიტყვებით არ მის, შენო რა გინდაო? თვითონ სწავლობს, რაც წაიკითხავ. ეთიკა არ იცის. რამდენად ეთიკურია? რამდენად აქვს საზოგადოებას იმის განცდა, კიდევ ერთ ძალიან დიდი კითხვა არის, რამდენად აქვს საზოგადოებას იმის განცდა, რომ უნდა იყოს ეთიკური. რამდენად ეთიკურად მოიქცევი, როცა ბიზნეს მართავ? რამდენად გჭირდება, რომ ეთიკური იყოს? რამდენად გინდა, რომ ეთიკურად მოექცე შენს კონკურენტს, შენს მომხმარებელს? ძალიან ბევრი კითხვა არის. ბიზნეს როცა მართავ, როგორ გინდა, რომ შენი ხელოვნური ინტელექტი იქცეოდეს? რა რისკებს აფასებდეს? რას გეუბნებოდეს, რომ რისკია და რა არ არის რისკი? ძალიან საინტერესო ისინი არის. ამბები არის, რომელსაც აქვს ბევრი მიდგომა. სწორი და არასწორი არ არსებობს. არსებობს რა გამოწვევას ვეჯახები. როცა ბიზნესში ვარ. რა მინდა რომ რა პრობლემა მინდა რომ გადავჭრა? და როგორ მინდა რომ მართო? მინდა რომ ვიყო კაი ტიპი და responsible ტიპი, რომ აი ნახე რა კაი ტიპი ვარ. არაფერს არაეთიკურს არ ვაკეთებ თუ who cares რა? თავარია რომ ჩემი მიზანი შესრულდეს და ხა ის ეთიკურად მოიქცევა თუ არაეთიკურად მოიქცევა, მე ხო არ ვარ. ძალიან დიდი ფიქრია. ჩემი აზრით ინოვაცია და ხელოვნური ინტელექტი რომ დამერჯო, შეგიძლია რომ ბიზნეს ოუნერი გახდეს, სტარტაპი გქონდეს და ძალიან მაგარი გამოცდილება არის, რატომაც არა, ცადე, ბევრ რამეს ისწავლი. როცა უნივერსიტეტში აბარებ, სადაც ამის შესაძლებლობა გაქვს, ის ვაფშე მაგარი რამე არის. ჩვენი ერთი სტუდენტის სტარტაპი იდეა წავიდა ინგლისში და ეგ ვაფშე მაგარი არის, ლუკასი. და ხელოვნური ინტელექტს დაფუძნებულია, რომელიც ამართლებს ჯერჯერობით. ძალიან საინტერესო არის, რა ხუთრა საწავა. და რაც უფრო მეტი სტარტაპი იარსებებს, რომელმაც შეიძლება რომ გაამართლოს, გამოცდილება გაქვს. არა მარტო გამოცდილება გაქვს, knowledge გაქვს, როგორ მუშაობს და მომავალზე ხარ ორიენტირებული. ძალიან საინტერესო არის და ძალიან საინტერესო არის, საით შეიძლება რომ წაგიყვანოს. რამდენად ეხა data privacy და ეთიკური ტიპი იქნება, ეგ შენზეა დამოკიდებული. წმინდად. თუ გინდა რომ ეთიკურად მოიქცე, ეთიკურად მოიქცევი, თუ გინდა რომ who cares, who cares. ბოლო ნაბიჯი, სადაც AI მიდის ხოლმე და ყოველთვის ამბობენ, რომ იცი, აი რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციო, ამას ეძახიან იმპლემენტაციის მოდელს. Implementation AI როცა იწყება. და პირველი არის, რომ use case-ი რა მაქვს, რატომ ნერგავ AI-ს, რაში მჭირდება AI, რომ AI-მ ზუსტად იცოდეს ამოცანა. თუ შენ AI-ს გამოიყენებ და AI-მ არ იცის რატო იყენებ, ანუ ამოცანა არა აქვს, ანუ პრობლემა არა აქვს გადასაჭრელი, ყველაფერი მოაქვს. თუ ფოკუსირებას მიცემ, ზუსტად იმაზე ფოკუსირდება და კონცენტრირდება, რა პრობლემა ჩვენ გაქვს. და ეტყვი, რომ იცი, მე ეს პრობლემა მაქვს და გადამიჭერი, ან მომეხმარე ამის გადაჭრაში. ოქსფორდის პროფესორი არის რეზა, საოცარი ადამიანი და რეზას პირველ სესიაზე მოვისმინე ესეთი რაღაც რატო არისო ფეილიერიო კარგი ხელოვნური ინტელექტისთვის. რატო არის? თქვი ვითარდება, კიდე რატო არის? ხელოვნური ინტელექტისთვის რატო არის გაფეილება კარგი? ერთი ვითარდებაო ლიზი მგითხრა, მეორე ახლოს ხარ კიდე? სწავლობს. ერთი რომ failure-ი ნახა რას ნიშნავს. და მეორე learning model-ი რაც აქვს ჩაშენებული, სწავლას იწყებს. მესამე იგივეს აღარ გაიმეორებს, საღოლ, კაია. კიდე რისკი რომ გაფეილდეს ნულამდე დაყავს. აღარ გაფეილდება. ძალიან მაგარ რაღაცას შეგეთყო შემდეგში. მე რო უთხრა ეხა კიდე მაკდონალდი მომეცი დალის საყურში სხვა სურათს მომცემს. იგივეს არ გაამეორებს. როცა ვეუბნები რომ მე სტარტაპს ვქმნი, ჩემი იდეა არის ეს, მომეხმარე რომ დავხვეწო. ჩემი იდეა არის რომ გავყიდო, რა ვიცი, რა გავყიდო, სკამი.
ვიზე, ლიზიზე ვყიდის კამს. პერსონაჟს დამილაგებს ისე როგორც უნდა დამილაგოს, კამს ამიწყობს ისე როგორც ლიზის მოეწონება და დროს შეურჩევს იმას, რომ ლიზი მიყიდოს ექსკამი. საჩუქრად მაინც. საოცარი რამ არის რა და ეს შენ use case-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგი არის data. Building data readiness-ი რაც არის. Building data readiness-ი, როდესაც მე ხელოვნურ ინტელექტზე ვიწყებ მუშაობას, არის რომ მე რაღაცა ბაზა უნდა მივცე მას, უნდა ვავარჯიშო. უნდა ვავარჯიშო რას ნიშნავს? ველაპარაკო ხშირად. რაღაცა ჩელენჯები მივცე. უთხრა რომ აი ეს მოიძიე, აი ეს ისწავლე, ეს არტიკლები წაიკითხე. ანუ დატაზე ვამუშაო, რომ ბაზა დაუგროვდეს. წაიკითხე, რატო გაფეილდა ბოლო 100 სტარტაპი Silicon Valley-ში. და მითხარი ანალიზი. ერთი ნახა, წაიკითხა, ისწავლა და მერე ვეუბნები, რომ ისინი ხო გაფეილდნენ და ჩემი იდეა რო არ გაფეილდეს, რა უნდა გავაკეთო? რა ნაბიჯები უნდა გადავდგა? ვის უნდა დაუკავშირდე? როგორი სიტყვებით უნდა ვილაპარაკო? pitching-ი რა უნდა მქონდეს? და pitching-ს ვაკეთებ სიტყვაზე ვარ Elon Musk-თან. როგორ ველაპარაკო? რამდენი ხანი მაქვს ამისთვის? ამ დატას როცა აძლევ და ამუშავებ და დატას სწავლობს, ბევრად უფრო უკეთესად არგებს ენას. სწავლობს იმ ამბებს, რაც შენ გჭირდება, ფოკუსირდება წარმატებაზე და როდესაც failure-ი იცის, ნასწავლი აქვს, წაკითხული აქვს, ნავარჯიშებია, დიდი შანსია რომ შენი სტარტაპი იდეა არა მარტო გაიქცეს, unicorn-ად გადაიქცეს. Unicorn-ი ხო ვიცით რა არის? რა არის unicorn-ი? ანათებს, მაგრამ unicorns ბიზნესში რატო ეძახიან ბიზნესებს unicorn-ებს? არა? $1 იდეა არის. განსხვავებულია, საოცარია, $1 არის შეფასებული. Unicorn-ებს ეძახიან ისეთ იდეებს, რომლებსაც შანსი აქვთ, რომ $1 იდეად გადაიქცეს. ეს არის unicorn-ი. ბოლოში ძალიან საინტერესო იქნება რო ვფიქრობთ მომავალზე და რო ვფიქრობთ როგორი შეიძლება რომ ჩემი ცხოვრება იყოსო? რო დაფიქრდები ფილოსოფიურად სად ვარ და საით მივდივარო? რო დაფიქრდები რა მინდა რომ ცხოვრებაში გავაკეთო? ყველაზე დიდი ჩელენჯი რაც არის, ან რას მინდა რომ სწავლობდე ცხოვრებაში? ძალიან დიდი როლი დაიკავა ჩვენ ცხოვრებაში ამ სანამ აქ შეკითხვას პასუხს გავცემთ AI. მე რო AI მქონოდა 2007-ში დავამთავრე სკოლა 2006-ში. და მეკითხა AI-ს რა ვისწავლოთ ხო? შეიძლება მარკეტინგი არ მესწავლა. რა ვიცოდი მარკეტინგი მომწონდა თუ არა? მარკეტინგზე არაფერი არ ვიცოდი მაშინ. 54-ში ერთადერთი სკოლა ვიყავით, მეგონი საჯარო, მაგრამ გათბობა ქონდა. გაგვიმართლა. ხო და რომ მეკითხა მაგ დროს, აი რა ვისწავლო რა, ხო იცი როგორი ტიპის ვარ, ვიყენებ, აი გიყენებ 1000, აი რა გამისწორდება რომ ვისწავლო. მარკეტინგი, ეკონომიკა, ფინანსები, who knows? რო ვკითხო AI-ს, მაგალითად აი მე ვარ ძლიერი, სიტყვაზე ვამბობ, ფიქრის უნარი მაქვს ძალიან კარგი, კოლაბორაცია შემილია. რა პოზიციებს მოვერგები? რა პოზიციებში ვიქნები ძალიან მაგარი? critical thinking-ი მაგალითად. content creator-ი ვარ ძალიან მაგარი. აი სად ვიმუშავდი რომელ კომპანიაში და საით როგორ უნდა წავიდე მაგამდე. guidelines მოგცემს. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? Microsoft, Google, OpenAI, who knows? ესეთი ტიპი არის, ვინ შექმნა GPT 1, 2, 3, 4 და ChatGPT-ზე ვინც იმუშავა, მე OpenAI-ზე გადავიდა, ილია, რა გვარია ილია?
შვედი არის რა, საოცარი ტიპი, ვინც ეს ყველაფერი შექმნა, ChatGPT, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ, მისი შექმნილია. მე განახებთ მე ბოლოში გვარს და აუცილებლად მოусმინეთ. ესეთი ინტერვიუ არის Nvidia ვიცით ხო? კომპანია. ჩიპებს რო აწარმოებს, Nvidia. იცით ხო? საოცარი კომპანია. მაგის CEO და ეს ილია გვარი არ მახსოვს, რაღაც ისეთი გვარი აქვს. ხო, აი ეგ. საოცარ ამაზე ლაპარაკობენ, როგორ მუშაობს large learning management სისტემები. ანუ AI როგორ მუშაობს რა. და მაგ ინტერვიუს აი დრო რო ჩაგივარდება, დიდხნიანი ინტერვიუ არ არის. აი სარო რაღაცას აკეთებ რა. просто ჩართე. და მოусმინე ნახევარი ყურით. და ნახე მსოფლიო როგორ იცვლება. ანუ კიდევ ერთხელ, შენ თუ გინდა რომ იყო წარმატებული. თუ იმის ამბიცია გაქვს რომ რაღაც შექმნა ამ ცხოვრებაში. ყველას რაღაც ამბიცია აქვს უკვე. მე ვიყავი მეგონი მარკეტინგზე, მე და ჩემი მეგობარი მოხვდით მარკეტინგზე ნოტინგემში და ვაი ეს რა არის, ესე შევედით პირველად. ამბიცია გაქვს რომ შეცვალო მსოფლიო, ამბიცია გაქვს რომ შენი კვალი დატოვო მსოფლიოში. აი მაგ ინტერვიუს უნდა მოусმინო. და რა შეკითხვებსაც უსვავს Nvidia CEO ამ ილიას OpenAI-ის ტიპი ვინც არის დღეს, ზუსტად გასცემს ყველა იმ შეკითხვას პასუხს, რომელიც ჩვენ თავში გვაქვს. საით უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიფიქრო, რა უნდა ვიფიქრო, რატო უნდა ვიფიქრო, რას უნდა ვაქცევდე ყურადღებას, როგორ უნდა ვაქცევდე ყურადღებას. ძალიან საკაიფო რაღაცა არის. ერთი ყურით მოусმინე რა, YouTube-ზე დევს. შემდეგი რამ, რადგან უნდა აუცილებლად ვფიქრობდე, როდესაც ვფიქრობ მომავალზე, არის რომ სწორად დავგეგმო ჩემი გზა. გზის დაგეგმვა რას ნიშნავს რა? რისკები გაწიე? გარისკე რა, რამდენი წლის ხარ? 16-ის, 15-ის, მთელი ცხოვრება წინ გარისკე, არაფერი არ მოგივა. შეგეშალა, that's okay რა, რა პრობლემა არის. პირველად უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, მე და ჩემი მეგობარი პირველი ბიჭები ვიყავით, ვინც ეკონომიკაში ჩავიჭერდა. ეკონომიკა არ ვიცოდით როგორ ისწავლებოდა. ინგლისში. მაგრამ დამიშავდა მაგითი, არა ვერერა რომ გაფეილდი. შეიცვალე მთლიანი აზრი, როცა პირველი წელი არ მოგეწონება, სხვა რამეზე გადადი. მეორე წელი არ მოგეწონება, ეს არ ყოფილა ჩემი ამბავი, სხვა რამეზე გადადი. გარისკე. AI-საც ევასება იქ. ბევრ რამეს ისწავლი მასთან ერთად. მესამეს, რასაც ესე აკადემიური სივრცე ამბობს ხოლმე და ჩვენ ვამბობთ, რომ იცი, მაინც ძალიან კარგი არის რომ ყურადღებას ვაქცევდეთ. I think it's a bullshit, მაგრამ ეთიკურად მოვიქცეთ AI-ს. AI გამოვიყენოთ ეთიკური მიზნებისთვისო რა. მე ცოტას პირიქით ვამბობ, AI გამოიყენე იმისთვის, რაშიც გჭირდება რომ გამოიყენო. და შენი სიძლიერე უნდა იყოს AI და არა ვიღაცის ეთიკური ნორმა. ვიღაცისთვის AI არის დამანგრეველი და ვიღაცისთვის AI არის აღშენებელი. შენ რომელი ხარ უნდა აირჩიო მანდ. აი რომ გადახედავ რა გზა გამოვიარე და საით მივდივარ. დღეს ვფიქრობ, რომ თუ ბიზნეს მართავ, ან კონკრეტულ მიმართულებას მართავ, AI-ის გარეშე ცხოვრება აღარ არის. პირველად გადავიყარე ესეთ ამბავს შვეიცარიაში, სადაც მასწავლებელმა მითხრა ესეთი რაღაც, ბიოლოგიის მასწავლებელმა მითხრა ესეთი რაღაც, რომ ჩემი კურიკულუმი AI-ის შედგენილი არისო. ანუ მე რა ბიოლოგიასაც ვასწავლი ჩემს კლასს, მე არ შემიქმნიაო, AI-მ შემიქმნაო და მე ვთქვი, გთხოვ, მანახე რას ნიშნავს AI-ის შექმნილი კურიკულუმი. და კლასში უზის 10 ბავშვი და 10 სხვადასხვა კურიკულუმი ქონდა. თითოეულ ბავშვზე მორგებული კურიკულუმი. შენ წარმოიდგინე ის ბავშვი, რომ იმენით სწავლობს, რაინდაც იგებს, რა მაგარი არის და არა ყველა ერთ და იგივე ენით. აი ეგ არის საითაც მივდივართ. რთული გზა გაქვთ. ადვილი არ არის. შენაირად AI სწავლობს მთელი მსოფლიო. შენ რო უნივერსიტეტს დაამთავრებ, ეგ იქნება პირველი ჩელენჯი, რომ აი რამდენად კარგად გამოიყენე AI. რა გინდა რომ გაკეთო? იგულაო?
დრო გაატარო, რამე შექმნა, როგორ შექმნა და ასე შემდეგ. მე მგონი მომაბეზრებელი არ იყო, რაღაცას დაგაფიქრათ, მომავალზე მაინც დაგაფიქრათ. I hope so. და იმაზეც დაფიქრდი, რომ აი რა შეიძლება რომ მომავალმა მომიტანოს. წარმატებას გისურვებ, ძალიან კარგი დღე გაქვთ წინ, საოცარი დღე გაქვთ, ძალიან საოცარი სპიკერებით, საოცარი ამბებით. ჩემზე მაგარი პროფესორებით, იმიტომ რომ მე საუნივერსიტეტო ცხოვრებით არ ვცხოვრობ, მე უფრო ბიზნესში ვარ, ვიდრე უნივერსიტეტში. მაგრამ რადგან აი ოქსფორდს რო ამთავრებ, შენი ვალდებულება არის, რომ შენი ცოდნა გააზიარო და როგორც ოქსფორდში, ისე ბრიტანულ უნივერსიტეტში ცოდნას ვაზიარებ და ბავშვებს ველაპარაკებით ბევრ საკაიფო რამეზე რა. რასაც მე ვსწავლობ, მე ვასწავლით და ასე შემდეგ. შენი ამბავიც ეგ არის, რასაც ისწავლი, შენი აღარ არის. უნდა გააზიარო. ცოდნა უნდა დააშიარინგო ყველასთან, ვისთანაც შეგიძლია რომ დააშიარო, შენი არ არის ეგ ცოდნა. ვიღაცამ ხომ მოგცა? შენც უნდა გასცე. ეს არის ყველაზე კაი მიდგომა. ძალიან humble ხდები მე. აი ოქსფორდი დავამთავრე და ზევიდან გიყურებ და არ შეგხვდები, სანამ მასტერზე არ ამხვალ არ ხდება ეგეთი რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა.